ბილეთების ეს ნაწილი ეხება კითხვებს, სადაც საუბარია უწესივრობათა ნუსხაზე, რომლის დროსაც ჩვენ აკრძალული გვაქვს ავტომობილის ექსპლუატაცია და ასევე საუბარია პირველად სამედიცინო დახმარების შესახებ. ამ თემაზე ჩვენ თეორიულ ნაწილში განხილული გვაქვს ყველა ის საკითხი, რომელიც აქ კითხვების სახით შეგვხვდებათ და მე ბევრი კომენტარებით არ შემოვიფარგლები, მით უმეტეს სამედიცინო საკითხების შესახებ. სამედიცინო საკითხების შესახებ კომენტარებს მე ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არაკომპეტენტური ვარ, მაგრამ ისეთი მარტივი კითხვებია, რომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ კითხვებიდანვე სწორი პასუხის და ანალიზის გაკეთება. მიუხედავად ამისა, მაინც მითითებულია სწორი პასუხები თეორიულ ნაწილში, რომელიც თქვენ უეჭველია გეცოდინებათ. მაშასე მოტოციკლებისა და მოპედების საბურავების პროტექტორის ნახატის როგორი ნარჩენის სიმაღლის შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. გავეხსენოთ, ეს არის 0.8 მილიმეტრი. ჩვენ მოხსენიებული გვაქვს ამ ნაწილში, რომ გვეკრძალება თუ არ მუშაობს პნევმატური სამუხუჭე ამძრავის მანომეტრი. ესეც გემახსოვრებათ, რომ ეს არის 1.6 მილიმეტრი. არ უნდა იყოს 1 მილიმეტრზე ნაკლები. რა თქმა უნდა, პირველია აქ სწორი პასუხი. თუ არ მუშაობს მინის წმენდები დადგენილ რეჟიმში. გაიხსენეთ, ვიწერია, რომ ვერ უზრუნველყოფს 31%-მდე დაღმართზე მის უძრავ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში გვეგრძალება სატვირთო ავტომობილის ექსპლუატაცია. არ უნდა აღემატებოდეს 10 გრადუსს, როგორც ნახსენები გვაქვს. აქ ორივე ზემოთ ჩამოთვლილ უწესივრობის შემთხვევაში გვეგრძალება სუბუქი ავტომობილის ექსპლუატაცია. არ შეესაბამება ოთხოვნებს გვეგრძალება ამ შემთხვევაში გვეგრძალება, ესე იგი სწორი პასუხია მესამე. სწორი პასუხია მეორე. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია 5
გრადუსს შეიძლება აღემატებოდეს ჯამური ფოლხვა. ამიტომ აქ სწორი პასუხია მეორე. აქაც სწორი პასუხია მეორე, ვინაიდან 20 გრადუსს დასაშვებია 20 გრადუსს 25 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, როგორც ვიცით, სატვირთოების საჭის ჯამური ფოლხვა. აქ ნახსენებია 20 გრადუსი. რაც შეეხება დარღვეულია ჰიდრავლიკურ სამხვიჭე ამძრავის ჰერმეტულობა, აი ამ შემთხვევაში გვერძალება ავტომობილის ექსპლუატაცია. მე მგონი გემახსოვრებათ ეს დარღვევა, ანუ აქ სწორი პასუხია პირველი. მესამე, ყველაზე ზემოთ ჩამოთვლის შემთხვევაში გვეგზავნება. პირველი, უნდა გქონდეს დაგორების საწინააღმდეგო საბჯენები არანაკლებ ორისა. ამ თემაზეც გვაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი გქონდა უფროსურად. ორივე ზემოთ ჩამოთვლის შემთხვევაში გვეგზავნება ბატონებო, ამ შემთხვევაში მოძრაობა. ცხოველის რეაქციის დრო იზრდება, ანუ თუ თქვენ ფხიზელ მდგომარეობაში ამოხურჭებთ 2-3 წამში, არაფხიზელ მდგომარეობაში საერთოდ შეიძლება ვერც კი დაამოხურჭოთ. მესამე, 10-15 წუთის შემდეგ, ეს უკვე სამედიცინო სფეროა. მეორე აქვს სწორი პასუხი. აქაც მეორეა, ანუ ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩაუტარდეს. რვიანისებური, ესე გვასწავლიან. გვირჩევენ, რომ მжомარე მდგომარეობაში მოახდინოთ ტრამვირებულის ტრანსპორტირება. გვერდზე უნდა დავაწვინოთ, ვინაიდან როგორც აგვიხსნეს უკაცრავად და ამ დროს ეწყებათ პირის ღებინება. გოგირჯაოს ხსნარი არსებობს აკუმულატორთა ბატარეაში. არ არის გამორიცხული შემთხვევით გაგიტყდეთ, დაისვაროთ მისგან, ამიტომ საჭიროა ამის შემდეგ დასრული კანის ზედაპირი გადაირეცხოთ წყლის უხვი რაოდენობით.
ყურადღება ქვეითება რეაქციის დრო კი იზრდება. მეორე ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე. ბაქტეროციდული საფენი გაჟღენთილია ანტიბიოტიკით, სპირტით, იოდით და ყველა იმ საჭირო მედიკამენტებით, რაც ჭრილობისთვისაა საჭირო. ამიტომ ის უნდა დაედოს უბრალოდ ჭრილობაზე და დაფიქსირდეს ლეიკოპლასტით ან ბინტით, როგორც აქ არის მითითებული. შემაჩერებელი სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დაედოს არა უმეტეს 0.5 1.5 მიათედი საათის განმავლობაში. ჯდომარე ან ნახევრად ჯდომარე მდგომარეობაში დიახ, ასე გვირჩევენ სპეციალისტები. მეორე ჭრილობის ნაპირებისა და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად. მეორე დიახ, ავლენს და ავლენს უარყოფითად.